მშვიდობის სახალხო. დღეს დამახსოვრებული რომ მქონდა ილიას ბრძოლა აქვს მეთქი, ადრე გამეღვიძა. თუმცა ეს ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო, მე მგონი, მაგრამ ჯერ არაფერი არ იდოს საერთოდ, რავი, ქართულ TikTok-ზე რო შევედი. არაფერი არ დამხვდა და გული გამისკდა, მაიმე ხო არ წააგო ილია მეთქი. მე შევედი და სპეციალურად ჩავწერე ილია თოფური ავიეს რა გვარია ის. დამავიწყდა თვითონ ამოაგდო ოლივიერა ხო. ხო და ის გადავირიე, ესე იგი გადავირიე, როგორც გაიმარჯვა პირველივე რაუნდში ნოკაუტით და რა ვიცი. კილოსოთ ჩვენ ჩემპიონის გამარჯვებას და მე მჯერა რომ ესეთი დიდი ჩემპიონი რო გახდეს ადამიანი აქ არ კმარა არც მარტო გონება არც მარტო ფიზიკური ძალა აქ საჭიროა სული კონდეს ჩემპიონის და აი ილიას ეგ ნამდვილად აქ და რაღაცნაირად ძალიან გულშემატკივრება ამ ბიჭების ილიას და მერაბის გამო დავიწყე იმის ყურება ხალხო MMA-ის მე და სპორტი ჯერ ხო იცით რა შორს ვარ და ახლა მე და საბრძოლო სპორტი მაგრამ ესე იგი ვიყურე და ვერ აგიწერთ რა გრძნობება ამავსო სიამაყე სიხარული მეცლები წავიდა რაღაც ვიტირე აი არ ვიცი რაღაცა საოცრება პროსტა ამ ვისtildeობდა რომ ტანაც უფრო დიდია იმითი აეღო მაგრამ ტანის სიდიდეში არ არის ძალა და სიდიადე ეგ ძალიან ბევრჯერ დამტკიცა ისტორია მაგრამ კიდე ერთხელ დამტკიცა ჩვენმა ილიამ გილოცავთ ყველას ადრიას ყარელი ყადე ეს ამასა დაადო ეს ხორცია ეს რა მითოდა და ეს მითოდა შეგუში რუსთავიდან რო ჩამოვიდნენ რატო არ ჭამე ანდროს ეგუში არქშია როგორ მიხარია ეგეთი რაღაცა რომ ბავშვ სახლში დახვდა KFC და რადგან ნაჭამი იყო არ ჭამა ანუ თქვენ ხვდებით ეს რა არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის ხო და ახლა როგორც კი გაიღვიდა მაშინ ეგ უკვე ნამდვილად სხვა საქმეა ფრთები ათასფერადი ფრთები სყურია შეგნიდან ვარ სულ ცარიელი მშრალი მოდი აბა ერთი ვაკუუმით არ ვაკეთებ ხოლმე ხალხო და მოდი აბა გავაკეთოთ ვაკუუმი აი ჩემი დილს შიერზე ისე უნდა გააკეთო რა უნდა აგეკრას ეს ზურგზე ვინც დასპერცებულია ისინი როგორ აკეთებენ ხოლმე იცით? ამას ესე რომ ათამაშებენ ხოლმე ტალღებივით მუცელს. მე ვერ მივხვდავ იმისა რომ ყველაზე კაი გავარჯიშებული კუნთი ჩემს ხელში პრესია. მივხვდავ მაგისავე. ეხლა ყავა უნდა მოვადუღოთ იცირასთან ერთად გუშინ მოიტანეს რუსთავიდან და ძალიან მაინტერესებს. აი ეს მოიტანეს გუშინ ბავშვებმა რუსთავიდან. ევა და ჩვენ ჩაცმული ვიყავით მაღაზიაში და წავსულიყავით და ევა მეს ყველაფერი რომ ნახა აღარსაც აღარ წავიდა დარჩა სახში. აქ არის კრუასანები,
და აი ეს გრილიაჟი, რომელზეც წეღან გეუბნებოდი, საერთოდ პირველად ვნახე მაღაზიაშიც კი არ მინახავს აქამდე. ძალიან მაინტერესებდა და ვთქვი, რომ ხელი არავინ თადოთ, ხვალე უნდა გავსინჯოთ ხო. ხო და გუშინმა გახსნეს, რა თქმა უნდა, მიუხედავად მაგისა და ყველამ შეჭამა. მაგრამ ჩემთვის შენახული იყო. აქ არის ალუბალი, ეზოს ალუბალი, უტკბილესი და უგემრიელესი. და აქ არის ორი ხაჭაპური, ორი ლობიანი. აი, პატარა ორი ლობიანი, დიდი ორი ხაჭაპური. ასე პელმენი და აი ეს პეჩენია. ყველაფერი ძალიან კარგი და გემრიელი. აი, უკვე გახსნეს ნახე. არა, არ გახსნათ მეთქი გავაფრთხილე. აქ რაღაც მუსიკები ახალ ხო და ეგ ისმის. მოკეთე წყალი უმერთო. TikTok-ზე მითხარ წყალზე რატო არა? საუბრობ და წყალზეც უნდა ჩავწერო ვიდეო. ასე. და ეხლა აი გაჩვენებთ ძალიან მაინტერესებს როგორია. ისეთი ვარ არის როგორცაც ველოდიო ესე თქვა. თორნიკე. ეს მოწანეს რუსთავიდან გრილიაჟი, ნახეთ. ძალიან აი მინდა გადავირიე და არ გახსნათ, არ გაბედოთ მეთქი, თორნიკემ გაბრჯუხნა წუხელს და მე ხელი არავინ დაადოს მეთქი, გამოვაცხადე და სულ ყველას უჭამი, ახალ ხარ ჩემ გარდა. ძალიან მაინტერესებს. არ შემხვედრია არსად და ძალიან მაინტერესებს როგორია. აბა ეხლა მოვიდუღოთ კოფე და მივირთვათ ეს. ჰაუ. ჩაიარე. აი არა, ჩაიარა. ვერ ვიტან მაქსიმ ღერას. მე ვიტან. მოვიმზადოთ გემრიელი კოფე, გემრიელი, ყველაზე გემრიელი კოფე. ხოდა ძალიან გახარებული ვარ ხალხო. ამ გამარჯვების გამო. იმენა სრულფასოვანი ჩემპიონი, აი ისეთი კი არა. ისეთი. ნახულობ თუ მაგ. ხურდებს მე ვინ მიჩერებს რომ მქონდეს. საფულეში თუ მაგ თორე თუ ამოვიღებ. აი, მგონი მაგ. აი, არა, ჩაია. ლარი? ხო. მამოზდათიან. ხო. აი არა, ჩაიარა. ჩემთან გაჩერდა და არ გაიარა. ვერ ვიტან მაქსიმ ღერას. ანუ როგორი ტექსტიც აქვს. აუ, რატო ბნელა ესე? ხო შეიძლება ნინი რა ანთო შუქი, ჰა? არა. ასე ჩავყარე გუშინას და კიდე ცოტა დავამატე. აუ, რო კითხეს, საქართველოს უფრო გიყვარსო თუ ესპანეთიო, როგორ ვერ ვიტან ეგეთ კითხვებს მე. საქართველოში არც დაბადებულა, არც გაზრდილა, უბრალოდ სამშობლოა მისი. გერმანიაში დაიბადა და ესპანეთში გაიზარდა, ხო და? რა? ხო, მაგრამ ესე უთხრეს იმ ვიდეოში დაიბადეო გერმანიაში. იქ იჯდა პირში უთხრეს და არა არ უთქვა. ხო და მოკლედ ესე უპასუხა რომ ცუდი კითხვაო. ეხლა ეგ ისეთიაო, ნახე რა დიდებულად უპასუხა. რო კითხონ დედა უფრო გიყვარს თუ მამაო. ანუ საქართველოს თქვა დედა და ესპანეთი თქვა მამა. აი, პროსტა რა იდეალური პასუხია წარმოიდგინე. აი, თან ვერავინ ვერ მოედავება რა.
6 გრამი ქართველია, მაგრამ ისინი რო არიან ეს დაღესტნელები და ეგენი რუსები ვართო იძახიან. რუსეთის იმის ქვეშ რო იბრძვიან და ქართველი მაგას არ ამბობს. აი, იმიტომ ვარ ქართველები. ასე. ხო შეკარი. კი, ძალიან მაგარი კაცია ელია. თან ყოველთვის იცის რას აკეთებს. აუ რონალდოს რო უთქვამს არაფერი სერიოზული არ გაუგეთებიაო. ინტერვიუ რო ქონდა რონალდოს დღეს ამომიგდო ეგეთ. ბევრს ლაპარაკობსო და არ მომწონსო. სად ახარ? რონალდო და ეს ამას იწოს გირდება რონალდოზე და ხო, არ დავლიო? იკა, რონალდოს რო აქ ნათქვამი ისაო, არ მომწონსო და ფურიაო ბევრს ლაპარაკობსო და დიდი არაფერი არ აქვს გაკეთებული. არ არის, აი ეს არის თავარი პრობლემა. შენ რეალურად რა უთქვა რონალდო? არ უთქვამს? ეგრე არ უთქვამს, სპეციალურად აი რასაც იწვის მე რონალდო და ის უნდა დააგორო სკანდალი. გამართლე, ახლა აუწიე კუდი. არ მომართო. ეგრე არ უთქვამს, არა ის არის, მე გეტყვი როგორც არის. აი. უძლიერესიაო. ბაზარი არაო, ძალიან მაგარია, პროფესიონალია, მაგრამ უფრო მეც ლაპარაკობსო და ჯერ კიდევ აქ დასამტკიცებელი. არაფერი არა არყუი. არაფერსაც არ ლაპარაკობს, იმას ლაპარაკობს, ილია ზუსტად იმას ლაპარაკობს, რასაც გაკეთების ტრაკი აქვს. ანუ ზოგი ხო არის, რომ ისე ლაპარაკობს, ვისაც არა აქვს ტრაკი, მაგრამ ეგ არასდროს აი ისეთი მოზომილი და ისეთი ლაპარაკი, რას ვერ იზავს. იმან ხო არ თქვა კაცო, ვიღაცა ჩინკა. მე რა, რონალდოს ეპატიება. იცოსო, ძლიერესიაო და კიდე აქ ბევრი დასამტკიცებელი. და დამტკიცებს კიდევ. დამტკიცებს კიდევაც და ჩოუდებს კიდევაც პირში ვიღაცებს. ბევრი რო აღარ ლაპარაკონ თვითონ. უნდა კაცი ამბობს და
ბოლო 3 ბრძოლა წინასწარ თქვა, 3-ვეს გავთიშავ. ამბობს დააკეთებს. ეგ არის. უძლიერესი. ანუ უნდა შეგეძლოს გარჩევა ადამიანს, აი ხო არიან ეგეთ ტიპები არიან, სულ არ დავასახელებ, ხა გაგახსენდება ალბათ ვიღაცა, მაგრამ მე არ დავასახელებ, სულ ბაკიბუკობენ. ეხლა მაგის და ესეთის გარჩევა უნდა შეგეძლოს. აი დავაფინიშებ ამა. ვაიმე, ესენი ასიმაღლის დედასია დასვი ჩოდო. ჩოდოა ვერ დააფინიშებ ჩოდოა ჩემი გოგო დასვი ჩქარა. ვაიმე მაკოჩეო. მაკოჩე და დასვი მიდი ჩქარა ჩოდო. ანე ესენია. ბოლო უკვე ნოკაუტში ხარ. ოჯახიკა როგორ მოახერხე. ესე იგი UFC-შიც კი არა ბრძოლებენ ამხელა წონით სხვაობაში. მოგებით. არა, გისმის. მოიცა. UFC-შიც კი არ ათამაშებენ ამხელა წონით სხვაობით. შენ ამას რო გაგაცნო ნუ ეჭიმები, რა ვიცი მე. ვიდა მე მიგეთყვი. 2 მილიონი. არა, 1,500,000. ამერიკულ. აშიში. მორი ეკუთვნა რა. აუ 1,500,000 ცოტაა, 3 წუთისთვის. რა იცი რამდენი გაგრძელდებოდა? მარა იგი თქვა და შეა პირველ რაუნდში. მე ჩემი სიყვარული. აუ გემრიელია ეს. ყველა დროის top 3-ში. ეს აკაი რა. და შევა. ისე თუ გააგზავნა, მე ხაჭაპური მეკუთვნის. არა. ნახევარი ხო შეჭამე. ნახევარი არ ჭამე გუშინ. მე მეორე ნახევარიც გინდა? აი. აი ესე მეოთხედი შეჭამე, ჩემი წილი, მე არ მინდა. შანსი არა გაგმონი ჩემთან. ბრძოლა უნდა გავაუქმო. რატო ებლატავები პატარა ძაღლს? მაგადის აზრი არა. მოიცოდ, აი რომ მაშინ რა. მაშინ. არა. რა არის შე თავშია? იმენა აქეთ ისინი აი გემები რო დგანან და ის ღრმაროა. არიო საბანაო. აი არ უკაზე ეგრეა და იქით უნდა წახვიდე 1 კილომეტრი სადაც ბანაობენ იქით. აქ ვერ იბანაო. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, იმიტომ უდესით ფოთი მომწერა, თან ჩემი მაყურებელია. ბაზარი არა, ამარა ეხა უკაზში რო დავხედა ვერ ყვევი, კაროჩე, ამ სულ მიჭირავს თემი დღე. ნუ ყატყატებ. სანაპიროსამაც აი საბანაო ადგილთან კაროჩე 1 კილომეტრზე მეტი იქნება. რომიხვიდე, სადაც ბანაობენ. აკარასოდეს არ ამოდიოდა ხომ ფონი კალთაში. და ყველაზე მაგარი აუ ეს არ შემიჭამოთ რა, ეს იყოს ჩემი. ყველაზე მაგარი ადგილი იცი, რომელ მე რაც ვიყავით. ინასარიზე მომწონს. მე ჟამოვა. ახლოსაა ძალიან. არც შორსაა 350 მეტრში იყო. ის ქუჩა აი მაგრესი ქუჩა გაროში. 350 მეტრშია ზუსტად. არა. მუშაობს ხოდა ბიუჯეტი მომხონდეს. სხვას რო უყვებეგ მირჩენია, მაგრამ ჩვენ ვარიანტში ინასარიზე ყველაზე კაია. ინასარიზე არ გაიჩითა ვაფშე იქ არავის ქუჩა. კი, ოღონ მე-15 სართულები და ეგეთები. აუ და აი. ამ პატარები. მე-5 ყველაზე მაქსიმუმ. ფეხით უნდა შემეძლოს ასლა ვიქია. აი ხარ ის ინასარიზე რო ვიყავით მე-4 იყო. შარშან ხო ვიყავით ინასარიზე? თუ არა, შარშანწინ. შარშან გრიბოედოვზე ვიყავ. ხო, შარშან გრიბოედოვზე. შარშანწინ მე-4 სართული იყო ეგ. შარშან რეალურად სადაც ვიყავით. იცი რა იყო? რეალურად ძალიან დიდი თანხა ქონდა დამატებული იმის გამო, რომ პირველ ზოლში რა თან ზღვა არ ჩან, ანუ კი ჩან და თუ შეიწუხებდი თავს და აი ესე თავი და გამოგიხარ. ხო, მაგრამ ეგეთი, ანუ ჩემთვის ეგეთი არ მინდა. კაროჟე ნახევარი კილომეტრი ასატანია. ზღვი და ანუ როცა ფული ემეყება მაგის გამო. შენ რა ჭამე? ეს რა არის? კიდე გინდა? ჰა? არ ვიცი. მირაჩი შენ რასაც ჭამდი ახლა შოკოლადისა? მოდი, წამ მოგწო.
მეთო ეს აგემრიელი იყო, რატო არ ვიცოდი. ვიღაც გოზინაყი და ეგეთები გევასებად, გრილიაში და ეგეთები მოგიწევენ. აი და დიდად არავის მოეწონა მგონი. დიეტაღან მეუბნება 3 მინდაო. 2 მინდა იყო. ისწავლა ანგარიში. ცოტა მეჩვენა. თავისით მეუბნება დიდად 3 მინდა. ეხა მე ნელ-ნელა ისა ჩაის დავი. მე ნელ-ნელა გავემზადები. გავიბან, პირს გავიხეხავ და წავიდე. რაც მინდა გამზადება. მე ხო ის ფუჭაგირის. კი. ილიას რო ჩაურიცხეს ისეთი გონორარი ჩამირიცხე მეც. ოღონ ნულებია მოსამართებელი ბევრი. მე და დოლარებშია გადასახო. ნუ ახლა ცოტა. აუ, პარი არის სასწაული. აი, მე ასაკო. წინანდელი შო დარჩენი აქვს ბლომად და ის არ გაფუჭდეს ის. აი, მე ასაყვანელია ნახე. ეხლა თქვენ გიყურებთ, აი ბათუმში რომელ ბინასაც მთავაზობენ იმის სახში. აი, მე ასაყვანელია ბაია. აი მე რა საყვარლები ხართ, რა საყვარლები ხართ, რა გხდათ და ამაზად არის ყველაფერი, კარგი ძირფასო მეცოდინება. გავითვალისწინებ და შეგეხმიანები თუ რამე. ნახოთ აბა. რას ვიპოვი, რას ვერ ვიპოვი და მაგის მიხედვით. ხა რაღაცა მინდა ვჭამო, ემეტა რომ ანუ რო წავალთ სავაჭრო მოლში მივდივართ მე და იკა. იკას უნდა იყიდოს ჩუსტი და გავიყოფით, ბავშვს არ წავიყვან. გავიყოფით და მე წავალ, ანუ მინდა რომ რამე სახლის შარვალი ვიყიდო, ხალხო აი აღარ შემილია ეს აი ისეთი რომ აი შარვალი იყოს თხელი ან შორტი მაქვს, ან პიჟამო მაცვია და რაღაც მე რო ხედავ ისეთი მინდა, ხო არ ვიცი საერთოდ სადმე თუ ვიშოვი ეგეც, ან სპორტულიც არ მინდა, ხტებით? ხო და არ ვიცი, ვიპოვი თუ არა და მინდა ფეხსაცმელი კიდე. ჯუსტიკი. პატარა ესეთი ქუსლიკით. ქოში. რა კარგია მოდი სიტუაცია. რა კარგია. ეხლა წავალ თავს დავიბან ამ ყავას რო დავლევ. კომენტარები ვნახოთ აბა. ვერ მოვაწყებ ეხლა კომენტარებზე ყველაზე პასუხის გაცემასაც გუშინ დაიწერა, მაგრამ დარჩა მხოლოდ ვაიმე, ინგა შემოსაყვარელო, ორი დღე დაგვრჩა ხო და პირველში ვაიმე რა საოცრება. გაკეთე რაც გითხარი? ნონა ნინი ქობულეთის ფასები არა ასეთი რასაც ამბობ ფასებზე მე ქობულეთში ვცხოვრობ. ესე იგი იმ ჯგუფებში უფრო ძვირს წერენ ალბათ. მარიამი რამდენი კილო ხარო? კილოკალორია წავიკითხე, უკვე კალორიებს ხედავ ყველგან. 57 ვარ ძვირფასო. ავედი თორნიკეს დაბადების დღის მე და ისევ ჩავედი. ნინო, აუნი რა საყვარელი ხარ გამაცინე მე დავჯაშვნე აგვისტოში აღმაშენებლის 588A-ში ფიჭვნართან და ზღვასთან ახლოს შენი სიტუაცია ვიცი და მესმის. აუ რა კარგი იქნებოდა მეცადვე ახლას რო ვიყო. წავედი ოცნებებში. დალი, ჭურჭლის მანქანა არის საოცრებად ცხელი.
ცხელი გაბზრიალებული ჭურჭელი. აუ, მინდა, ძალიან მინდა, უნდა ვიყიდო, მაგრამ ჯერ ვის უნდა ვიყიდო. მაცივარი. იმას გამოვიტან. იმედი მაქვს, რომ იკას მიცემენ ახლა განვადებას. უკვე რამდენი ხანია ტაქსია. იმაში, რა ქვია, დეკემბერში ხო არის ხოლმე ფასდაკლებები და დეკემბრის ფასდაკლებებზე უნდა ვიყიდო დიდი მაცივი, იმიტომ რომ აი არაფერი არ ეტევა ხალხო ინგრედიენტებს, რომ ქუჩაში მიწყვია და საჭმელსაც თუ გაამზადებ, უკვე აი პროსტა ადგილი არსად არ არის, ხვდები? და ნუ აი ეგ ხო ჩვენთან საჭირო. ეგ არის ჩვენთან აუცილებელი, როცა ახლა იცი რა ის იმართლე გითხრა, 2 რო ვიყოთ ან 3 არც ვიფიქრებდი, იმიტომ რომ ნუ ფასი ღირს ადგილი მიაქვს და მე ახლა ისინი არ მაქვს დიდ სუფრებს ავშლი და არაფერი და შესაბამისად ახლა 2-3 კაცის ჭურჭელს გარეცხა, მაგრამ როცა ამდენი ვართ 3 მარტო ბავშვი წარმოიდგინე და იმდენი ისურება დღის განმავლობაში, იმდენი რომ აი მართლა ერთი ადამიანის ის უნდა რა და ეს გააქვს ჩართავ და ბზრიალებს, წკრიალებს, ძალიან მაგარი რამეა. თან ნახე როგორია ჭურჭელი ხო გააქვს და რომ ისfreba დღის განმავლობაში ხო ალაგებს, სანამ ეს ჭურჭელია, სანამ ის არ გაივსება, ახლა სამ იმაზე ხო არ ჩართავ თეფშზე. მთელი დღე ესე კი არ ყრია ეს გასარეცხი ჭურჭელი, არამედ ჭურჭლის საერთ მანქანაში. ხო ხვდები კარას ვიძახი. აი გასარეცხი რო არის ჭურჭელი. შეჭამ, შეალაგებ, სანამ ის არ გაივსება და გარეთაც კი არ დევს ეს გასარეცხი ჭურჭელი. შიგნით არის შეწყობილი, ვერავინ ვერ ხედავ. მერე გარეცხავს და ცხელი გაბზრიალებული და თან დასტერილებული გამოაქვს, შრალი. ეხლა იმაში რა ქვია? დეკემბერში უნდა ვიყიდოთ. შენ მე მგონი ხა განვადებას მოგცემენ. ესე მგონია უკვე რამდენი ხანია ტაქსიზე მუშაობ. დიდი მაცივარი და მერე იქნება ეს. მოგივიდოთ ვარ გადავართ. ლელა უტკბილესი და შვილი მიყვარხართ. ადუღა, გამიჭრი ხაჭაპურს? შენ ვერ გაიჭრი? აუ, იქ ვიდი რომ მომივიდე. ვაიმე, წარმატებები შორენა. გისურვებ ყველა შენი გულის წადილი აღსრულებოდეს, მიყვარხარ. შენი ვაჟისებს დღეს შემოუერთდი წარმატებები ყველა კეთილ საქმეში. ვაიმე, როგორ მიხარია ჩემო გოგოებო, როგორ მიხარია. გუშინად ჩამისვია ვარჯიში. ხო და დღესაც არ ვიცი მოვახერხებ თუ არა დილისაში, მაგრამ იცი რა, დღის განმავლობაში ჩავსვავ ხოლმე, იმიტომ აი შეიძლება დილას ან ძალიან დიდი ვიდეო იყოს ან რაღაც და ვერ მოვახერხო. დღის განმავლობაში ჩავსვავ, რომ ყველა ვარიანტში დღის განმავლობაში ვივარჯიშოთ, მე და თქვენ. მაიკო, მეც მანდ ვარ ნინი დაბადებული, ჩამორჩი შენს ვიდეოებსო. ტრანსაცმლის საყიდლად რო წავედით. ვაგზალზე? უკვე იმდენი ხნის ვიდეო აღარც მახსოვს. ნატო, ნინი ვისი ამოვნე შენი ნაზი ხმიდო. ვაიმე, მადლობა ძვირფასო. ლამაზი დედიკა და ევი, ინგა, ირმა. ქობულეთში ნახავთ დაბალფაშიო. ზღვაზე ხედი თუ გინდა ქობულეთში ეძება, საერთოდ ქობულეთში ჯობია ყველაფერი. ირმა გეთანხმები ერთადერთი აი იმითი რა, რომ არ არის სწრაფი კვება და რესტორნები და კაფეები და ეგეთი. დანარჩენი არის, მაგრამ მე რომ მომწონს ეგეთი არ არის. ირინა თორნიკერა სუპერ სიმპათიური შვილია. ვაიმე, მადლობა. ირმა, თქვა ვკითხულობ ხალხო. მე სულ მასე მემართება საზამთროსთან დაკავშირებით თუ არ მაქვს სახში მაკლია რაღაც ვიყიდოთ. აი, ზუსტად. და როგორ ეხა ხო ამას იქნევს კიდე. ამას რო გადავაკლებ, 2 დღეში ატყდება ერთი ამბავი, საზამთრო გვინდა და მერე ისევ. თეა ნინი მე ბროკოლთა ყვავილოვანს როგორც კი ადუღდება წყალი ვყრი და ზუსტად 3 წუთში ამომაქვს. ის ინარჩუნებს იმ ვიტამინებს, რაც აქვს და ფერსაც არ იცვლის. მივირთმევ ისედაც და კვერცხთან წავ. ასევე მოხარშულ კვერცხთან ძალიან კარგია და ჯანსაღი. ჭურჭლის საერთხი მანქანა აუცილებლად შეიძინეს საყვარელო. როგორც კი იქნება ამის შესაძლებლობა, ძალიან დაგეხმარება. შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდება. დაზოგავ ბევრ დროს და უამრავ ენერგიას. მიყვარხარ. ვაიმე, მე ძალიან მიყვარხარ, როგორი ტკბილი და რაღაც სიყვარულით გამწვალული კომენტარი იყო. ნახე, მეც მას ვაკეთებ ხოლმე. საერთოდ ის მიყვარს ბროკოლი, ყვავილოვანი არა. აი არ ვიცი, მაგრამ ბროკოლი ისე მიყვარს, უმათად შემიძლია ვჭამო და მივეტან ყველაფერს. ძალიან მომწონს, ვერ ვიტანდი ხალხო, შემეცვალა გემოს აღქმა და
ეხლა ძალიან მომწონს და შემიძლია აბსოლუტურად ყველაფერს მივატანო. და მოხარშვით მეც ეგრე ვხარშავ ხოლმე, მაგრამ ეხლა ჯერ ცალკე მოვთუშე და მე ჩავაგდე სპაგეტიში, უბრალოდ სპაგეტიში ჩავაგდე იმას წყალი ქონდა ზედმეტი და მე რომ ეს ამომშრალიყო, კიდე ვადუღე თორე სხვა დროს მაგასაც არ ვაკეთებ ხოლმე, ხო ხდები და ცოტა ფერი შეიცვალა, მაგრამ მაინც ხრაშუნებდა. აი მომჩვარული როა, ბოსნეული უკვე რო აღარც ხრაშუნებს და ვეღარ გაიგებთ, არის ეგეთი არ მიყვარს მე. კვერცხსაც ძალიან გემრიელია ბროკოლი. აი შემწვართან და მოხარშულთან არ მინახავს სიმართლე ვკითხრა, უნდა ვცადო. და ხო, ჭურჭელს არც მანქანა ვთქვი უკვე აუცილებელია. ნინი ლამაზო როგორ ხარ, ზღვაზე არ მიდიხართ? კესარე კი ძვირფასო როგორ არა მივდივართ. ნინი ჯამა გოგო რა კარგია შენთან ერთად ვარჯიში, როგორი мотиваცია მომეცი ვერ წარმოგიდგენ. ყოველ დღე ვივარჯიშებ, ასევე დილით ვაკეთებ ხოლმე უსმოზე მუცლის ვაკუუმს. მოდი, მაგრამ ეს 5 დღე ვერ ვაკეთებ ციკლის გამო, თუმცა ეგ არაფერი სამაგიეროდ შენთან ერთად ვივარჯიშებ. საოცრება ხარ ნინი. მადლობა ჩემო საყვარელი. მოდი იკა, მოდი. მოიტა და აქ ჭამე. მოდი აქ ჭამე, მოდი. ცივა? აი მე ჩემი პრინცესა. ეს ზაფხულში რომ მიდის. ხალხო, რო იცოდეთ. მე ხო ზამთარში წესე დავდივარ ერთი მაიკით. ხო და ეს ზაფხულში რომ მიდის, ქვემოთ კიდეში 2 მაიკა აცვია კიდე გიჟდები ხოლმე. აი მე რო გული მიმტის ამ დროს, ამაზე 2 მაიკა აცვია კიდე შიგნით. მარიამ, ანი ლამაზო, შენ ძალიან ლამაზი ხარ, გამხდარი ხარ, ფორმაში ხარ, გიყურებ და ძალიან მომწონ ხარ. ვაიმე, გიჟდები რა უნდა მეთქვა, იცით? რა უნდა მეთქვა? მე ვიპოვე ჩემი ვიდეოები შარშანდელი, სადაც ზუსტად ის წონავა, რაც ეხლა და იქ უფრო პუტკუნავ ჩანვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ კუნთი მომემატა, კუნთი მომემატა, კუნთი მომემატა. მე თავს ტაშ უკრავ ჩემ თავს, იმიტომ რომ კუნთი მომემატა ერთ წელში. ისაც ჩემთვის ყველაზე რთული იყო, ყველაზე. ეხლა მოდი საჭმელად დავდგათ და მოვიხარშოთ ისა. ჰა? ხო, აბა რომელი, აუ რა ცუდი კითხვა. ხო, რომ აი ხა თუ იტყო და საქართველო, თუ იტყო და იტალისა, ესპანეთი წარმოიდგინე სამშობლო არ უყვარსო. თუ იტყო და მარტო საქართველოს წარმოიდგინე, ხა იქ გაიზარდა რაღაცა იმდენი ხალხი ბალეს შიკობს და წარმოიდგინე რა. იცი როგორ უნდა ეპასუხა? ის რო იყო ის მეფე რო ეუბნებოდა ცალთვალა და მხატეო და ყველას თავებს რო აძრობდა. თუ ცალთვალი და ხატავდეთ ცალთვალი რატომ აქო? თუ ორივე თვალით მე მარტო ცალთვალი მაგ და ესე დიათო დავღატეთო და რო ხოცავდა. აი მე იმან რო დახატა ხო იცი თოფს რო ისროდა. ხო, ანუ ნადირობდა თოფს ისროდა. აბა მოვიხარშოთ. Rari 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 riri ro. გიჟდებილიაზე. არ მიყვარსო ეგეთი კითხვა, აი ცუდი შეკითხვა არის. ნახეთ რა როგორ. ეგ იგივეა რომ კითხო დედა თუ მამაო. მე ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ხოლმე, მაგ კითხებს დაამბრაზდებოდი ხოლმე, ბავშვებს რო ეკითხებიან ხოლმე, დედა უფრო გიყვარს თუ მამა? აი, დაამბრაზდებოდი ხოლმე მაგ კითხვა, იმიტომ რომ ნახეთ დედის სიყვარული სხვანაირია და მამის სიყვარული სხვანაირია. ვერ შეადარებ და ვერ იტყვის სწორად და ბავშვს ხო მაგდენი არ ესმის არა? და რატო უნდა ჩაგდო ეგეთ იმაში, რატო უნდა კითხო ეგეთი რაღაცა? ზასრულმა. ჰა? კი, კაცო, ბებიებმა იციან, ეხლაც იციან ეგრე. ლა 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 ლა. თქმა უნდა, და ყველას თავის ადგილია. იმას თავისი ადგილია. დედა მიყვარს. დიდი ლამაზი ხეა. ბროკოლი ხეა, კი, ბაობაბი. მე ვამბობ ხოლმე ხეს გავს მეთქი. დიდი ლამაზი ხეა, ბაობაბის ხე.
მოიცა 3 კი არა 4 უნდა დამედგა კვერცხი. დღეს კვერცხი ვიყიდოთ გამახსე. კვერცხი ჩავაგდე 3 და 4 უნდა დამედგა. რატო იცი 2 მე მინდა. 1 ევას და 1 ბონჩკა. მინდოდა ყურება გაროჩე, მაგრამ ეს ერთად მეწმა ეს როდესაც მე უნდა წავიდე და მე კიდე მაგით გამოვფხიზლდი რომ მეთქი მაგას ვიყუროთ ხო? რა ის სუპერმარკეტში საფრთხეში აქ როა სამრეცხაო ხო? მეც რო ვიყავი ხო? აი ბენზინსაც ვაცხოვ. ხო. და ფარა ფულის დასახურდა ის ხო აპარატი. ფარა ხო? პატარა თავის ჯიხი ფარა. და ფულის ფარა თქვი? ფარა თქვი, არა. ფარა თქვი? ჯერ ფარა თქვი და მერე ფული თქვი. აი რა მნიშვნელობა. ხო. აბარახა. უი, ქართული იციო, ილიას რო კითხეს. ქართული რო არ ვიცავდი, მოსაკლავი იქნებოდი. ქართული კი ცოტა მეგრულიც ვიციო. ნუ რა საყვარელი ამას დაგიჟდები. არ ეშლება არც სიტყვა, არც პასუხი, არაფერი რა. ხო, მერე. ეს კაცი დაიჭირა და უყურავ და ეს პატარაზე გამოგებულია კარი. ხო. ამის ჭიქური სადაც. და ის და საერთოდ მარჯვენას ამიქონ გამოდოს და მეც ესე მაინც და თავი შევკავე. დაიწყო მეთქი? აუ რა ძალიან მიყვარს. მეთქი, მორჩა ახლა იწყება უკაცო და კაცი თან ისე მიპასუხარო. უკვე ნერვები ისეა. ძალიან მიყვარს ქართველების აი. მორჩა ახლა იწყება უკვე კაი გატო. ერნ კაცო კაფი გამნერი მოხსნი ძიძი მასა კაფი და შევასწრო მაგარად და ეს ალისი დავიდე და გამოვარდა კაცი დასვით მორჩაო. აულა და წავიდა იქ გავარდა და ვიღაცებს ეკუთვნოდა. რა მორჩავებ? მორჩავ დაასრულო. მინდოდა რომ მომეწერა, მაგრამ მე მეგონა ხელოსანთან წახვედი. ხო და მეთქი ახლა იქ რა ვერც ნახავს მეთქი ალბათ და აღარ მოგწერე. ხო არ გაფუძნება მანქანა. არ გაფუძნება, მაგრამ სარა მატორი გადასაგდები გაგიხდება, იქამდე გააკეთება. ხო და არ გახდეს გადასაგდები. ბევრი ხანია ასა. მატორის მილებია გასაწმენდი ხალხი. აბა სვეჩები. ეგეთი რაღაცა პირველად გავი. იმიტომ რომ ნაგა ბენზინს ასხამო და ეს 2 წელიწად ნახევარი მხარისო ბენზინს რო ასხამო გაგროვდა შედეგი. მაგიტო ეს უავიზარი აი ასე. ეხლა ერთხელ და ორჯერ ვასა. აი ეს ეხლა შენ მანქანა რა დაბინძურებულია უშიგი. რაღაც ის გადახსნა აერით ის მილისის კონკაროა პლასმასი და ის ჩამაკეთა შიგი. შეგონება ის ალახი ჩაყარეს უშიგი. აიდან მოიდე ზაზე არა. ეს ყველაფერი გასაწმენდია. და მანქანაო არ გაკოპის დროს დილით ხოთაუდიო. ეს არაგრაგრე. კაცო ილიაზე რა ბარაკო. არაგრაგეა, ოტა იმენა. რაგრაგ. ხეს ჩემ მანქანი წავიდეთ იქ. რაგრაგეა. ხო? დღეს ახლა კაი ამინდია, არც ხელა. კონდენსიონერი არ ჭი. ოღონდისა იკა ის მილები როგორ დავაბათ რო ტროსი არ გაწყვეტა. აი, რამე ის არაგა ხმის სამაგრი მან. მის სამაგრი და დავამაგო მაგალითად. აბა ის საიდან მექნება მე? მართული არა მაქვს. შენი მანქანა ცელი დასაკეთებულია. შენი მანქანა შენი დასაკეთებულია. აუ ბოდიში, ნუ მებრატავები. როდე? კაკოჩო, მოდი მზეო. მოდი ფეხუცა მომეცი. მიყვარ ხალ ფეხუცა. მოდი გაკოჩო. მოდი გაყადეთ გაკოჩო. მოდი ჩემო სიტყვა. არა უშავრა. You are okay? რაღაცა იკინა. არა უშავრაო რომ ამბობს ხოლმე, ესე იგი რაღაცა აჰა და აბა მე მინდა
მორჩაო ესე იგი ხო იგა. დაბრავა და მეგონა აუ შენ უცები ფიქრე რაც იმან ხო არ არის. არა, აქტიურად გაწუნებული ვიყავი მილია ჯობები და აი ნასაკი მაინც ავისაშვი. გაწუნებული ვიყავი, მაგრამ აცო რაღაცა და ხალხი კომენტარებში ხალხს ხელოვნური ინტელექტით გუშინ უკვე გაკეთებული ქონდა იმან როგორ გაიმარჯვა. ხელოვნური ინტელექტი ბევრჯერ იმენა ისე იმას შვება რომ ვაფშე აზზე არა მაგის ცდება. არა, გააკეთეს ვიდეო. შენ როგორ დაიჯერე ეგ? რა დავიჯერე? სიმაღლეშიც იყო გაზრდილი. და ეგ დაპატარავე. მართლა მე მეგონა ეგ ნაღდად იყო. ეგეთი სიმაღლის სვობა არა. როგორ ერთი 11 სანტიმეტრის მაღალია. რო შეხვდნენ და ესე როა იმას. აქამდე წდება სინამდვილეში რა. მაგრამ ის კიდე 1-5 სანტიმეტრი მოკლებული ქონდა ილიას. რა ხელშია იყო ნაგად ასე საერთოდ დგომი მე ვნახე გუში. მე მეგონა ეგ ნამდვილი იყო. რა ნამდვილი იცი? სხვათა შორის მაგას ძალიან აქებენ, ერთადერთიო ილიამაც თქვა ეხა. გუში მთელი ლილია ძალიან ვიპატრიცემთ მაგას. ერთადერთი კაციო რომლის მე და იგა დავნიძავით ხალხო, ისევ თამაშობენ ეს ბიჭები ჩოგბურთში. ვინც წინაზე. და დავნიძლავდით მე და იკა რომელი მოიგებს და ესე იგი თუ მე გავმართლდები და სინერი მოიგებს იქ ამოყიდავს მე ორ ნაყინს იმიტომ რომ წინა რომ წააგო ის თავანია ჩაუბარებია და ეს ადამიანძლავა იცით ისაო გავაბათილებო თუ მე მოვიგებო და იმას არ გიყიდიო მოდი ახლა ნახარეული და ნახე ახლა მე შემომაკ ჯარიმა ნახე აი აქ ვინც ჩამოკიდებს ამას ყოველი ჩამოკიდება ერთი რკინის ნალარიან გესმის მომისმინ დაანება ძაღლს ჯმის დროს მაინც თავი ყოველი აქ ჩამოკიდება ერთლარს დებ ჩამოკიდებ ეგრევე დადებ ჩამოკიდებ ამიერიდან ვერ ნახავ მაგას გენაცვალე ჭკვიანო ქალო ბონი არ შეიძლება კაკას ჭამა დე კაკასაჭმელი არ არის რა კაი გოგო ხარ არა უცებ ნუ კიდეზე ბონი ხალხო ამას შეხედეთ просто ეს ნახეთ რა სილამაზე ახლა просто გოგოებო მაჩა გოგოებო არ ფიქრობთ რომ ეს ჭუჭყიანი არა მე ძალიან სუფთა უბრალოდ უკვე იმდენი წლისა კი მაქვს ახალი პირსახოცები მაგრამ ეს სულ იმაშია პირსახოცები, სულ რეცხვაში და სულ გამოყენებაში რამდენი ვართ მოგეხსენებათ და ქენ გამომდინარე რომელიც იმ მომენტში არის ხოლმე ხელმისაწვდომი იმას ვიყენებ. ანუ მჭირდება მეტი პირსახოცები. ანუ ნელა ვიწყებ პირსახოცების განახლებას. იმიტომ რომ ესენი უკვე დრო არა შვებულებაში წავიდნენ სამუდამოში. თავისი უკვე იმუშავეს რაც შეეძლოთ. აი ასე. ეხლა ვებზადები. თუ მე და იკა წავალთ რამდენი ხანია ხალხო. აი ესე ადამიანურად არ წავსულვარ სავაჭრო ცენტრში. ანუ გულისხმობ რომ ჩემთვის სად არის? აუწყებულია. მოიცა. ძალიან იყოს 3 იწელს სახე იმას კრეანს
შეხოთ მას გავიშრობ და წავალთ. მოგეთხა ხო ეხა სასწრაფოდ უნდა ვჭამო თავი არ დავიხჭო და უნდა წავიდე სავაჭრო ცენტრში უჭამ და გული არ წამოვიდეს ბროკოლი არც მოხარშული არც სუმი ესეთი არ მიყვარს ამასთან ფრთხილად უნდა იყოთ, რამდენჯერმე ამ დავიხრჩე. ბონი. შენ ყვერცხი მოგეცი. ჯერ ევასთან ბონის მივეცი. მან შემომადგან ახლა. მე ხაყია. ყვერცხი ვგიჟდები. Thank you. ეს რა უკენი ამას. ბოთლი უნდა ვიყიდო ერთი წყლისთვის. ესე გუშინ ხო ჭამე KFC. დღესთან ახარ მიდა. მოლში მივიდიო და შემიძლია გამომეყოლებინა რამე, მაგრამ ჩემი ორგანიზმი მიიწევს ბოსტნეულისკენ. ფილე მომახარშინა. მე მოვალ ბოსტნეულის სალათა გვექნება ფილე. ასე რომ აი პრიტარ გეკონთ რომ ყოველთვის რაღაცა ესეთი კენდონება ჯანკი არა. და ორგანიზმი დაწუნდეს რომ აკრძალები აქვს და ანუ KFC უბრალოდ შემწარი ქართლის ფრთები გახდეს და რაღაც საოცრება. და საოცრების სტატუსი იმიტომ ეჭება აკრძალული ხილია. ნუ KFC-ზე არ ვსაუბრობ ზოგადად ნებისმიერ რამე. არ უნდა ჩამოყალიბდე წყალში. მალე ამოვიდა. და არც ის და ესკიმო არ მიყვარს. No, it's okay. არ შეგვიძლია, კლასის გაშევ ჭამო. არ შემიძლია. შემომოს რეიღებ. შენი მცირე ოდენობის საკვებით მაქსიმალურად უნდა ისემო. და ხა ვიღაცას რო არ მოსწონს ეს ხმა, მაგის გამო მე მაგას არ შევიზღვა. მაგრამ კიშკიშ ვისაც არ მოსწონს. ეს ადამიანს საკმაოდ შეამოვნებს. Sada დამეტყვა რელიეფი მგონი მკლავებზე. არასდროს არ ვარჯიშობდი და ეხლა დავიწყე მკლავების ვარჯიშობ და ვიდეოზე ვამჩნევ რაღაცა დამეტყვა და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩაო. ავალე ხა. განხეთრებს ვიყიდი. ბოთლიც მინდა. წყლის კარგი დღე ყველას მომწერეთ, ვისაც გინდათ ყოველ მასში. მართონში მონაწილეობის მიღება, რა დავბრუნდები, ყველას გიპასუხებთ და დრო შეზღუდული გვაქვს, პირველში ვიწყებთ და 21 დღეში ჩვენ ტაშს დავუკრავთ ჩვენ თავს.